სოციალური ქსელები თრგუნავს, როგორ დავიცვა თავი. აქტუალური კითხვაა და ალბათ ამაზე სწორი პასუხებია საჭირო, რომ მეტნაკლებად შევცვლოთ, რომ იმ რისკებისგან დავიცვათ თავი, რასაც სოციალურ ქსელებში ჭარბი მოხმარება იწვევს. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ორი ფაქტორი მუშაობს. ერთი არის ზოგადად ის ინფორმაციული ნაკადები და შინაარსები, რაც შეიძლება ჩვენ სოციალურ ქსელებიდან მივიღოთ და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაციები უმეტესწილად შეიძლება იყოს ნეგატიური შინაარსის, რაც პირდაპირ მნიშვნელობით თავის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძალიან სტრესული ადამიანისთვის და მეორე არის ის მექანიზმი, როდესაც ჩვენ ხვდებით გარკვეულწილად დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე და ჩვენი ტვინი არასწორი მექანიზმებით იღებს იმ სიამოვნებას და იმ წრეზე ტრიალებს, ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს, რაც მერე ხშირ შემთხვევაში უკვე სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას იწვევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე, რაც სოციალურ ქსელებს მოაქვს, არის ის ალგორითმები, რომლებიც მუშაობენ სოციალურ ქსელებში და ისინი კარგად იგებენ ჩვენ რა გვაინტერესებს, რა ტიპის ინფორმაცია და ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე შინაარსის მასალას, კონტენტს გვაწვდიან. შესაბამისად, ადამიანი გარკვეულწილად იზოლაციაში ექცევა თავის წარმოსახვებში და რეალურად არა მარტო მისი სურვილი ხდება, რომ რაღაც ერთი და იგივეს უყუროს, ანუ ერთი და იგივე შინაარსის, ან ერთი და იგივე გემოვნების, ან ერთი და იგივე მიმართულების, არამედ ხარისხობრივათაც ერთი და იგივე ხარისხის და ერთი და იგივე ფორმით მოწოდებულ ინფორმაციას ეცნობა, რაც მას რეალურად, უფრო გლობალურად, მასშტაბურად ხედვის კუთხეს მკვეთრად უმცირებს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანი რაღაცა მუდმივად პირობითად 4-იან სტუდენტი 4-იანის ნიშანს იღებდეს მუდმივად, მაგრამ იმის გამო, რომ მუდმივად 4-იანს იღებს, მისთვის ეს იყოს, ასე ვთქვათ, 5-იანი სტოლფასი, ანუ უმაღლესი შეფასების სტოლფასი. ასე რომ ჩვენ აი ამ ალგორითმებს, რომ ასე ვთქვათ, ავარიდოთ თავი, ალბათ უმჯობესია, რომ ზოგადად ინფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წყაროებს გავეცნოთ ხოლმე, ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერესები გქონდეს, რაც შესაბამისობას აი იმ ინფორმაციულ ნაკადებს და ერთ რაღაცა ვიწრო წრეში მოქცევისგან გარკვეულწილად დაგვასხვევს.